განვითარებული კორუფციული საქმეც კი კმარა იმისთვის, რათა წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის სახელმწიფო ფულის დატაცებასთან ჰქონდა საქმე. ეს რა ზედაპირზე ჩანს? ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოძიებულ წყებაში სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეთა მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის არაერთი მტკიცებულება დევს და მათი გამოკვლევა ახლა მიმდინარეობს. ჩაწყობილი ტენდერები, ეგრეთ წოდებული ატკატები, გადასახადებისთვის გვერდის ავლა, კონტრაბანდა, ეგრეთ წოდებული შავი ფულის გათეთრება. როგორია საქართველოს ეკონომიკის ჩრდილოვანი წილი და ვინ მდიდრდება ფულით, რომელიც რეალურად ხალხს ეკუთვნის. ნიკოლოზ ალავიძე ჯეოქეისის მრჩეველთა საბჭოს წევრია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ნიკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი მხოლოდ უკვე გახმაურებულ ინფორმაციას რომ დავეყრდნოთ და ბოლო დროის რამდენიმე სკანდალი გავიხსენოთ. ეს ეხება როგორც დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ფულის გათეთრების кейს. ეს ეხება თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ წარდგენილ ოფიციალურ ბრალს, როდესაც ვერასაბუთებს დაახლოებით 9 მილიონი ევროს წარმომავლობის შემოსავალს. ეს ეხება კონტრაბანდასთან თუ ფალსიფიცირებულ წარმოებასთან, არა ლეგალურ წარმოებასთან და საუბარია ყველაზე გაყიდვად პროდუქტებზე, რომელიც წესით აქციზურ მარკას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს არის თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები. იქაც გარკვეული ბმები არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრებთან. მხოლოდ ეს სამი кейსი რომ განვიხილოთ და ასე ვთქვათ, გონივრულ მასშტაბებში განვაზოგადოთ საქართველოს ეკონომიკის რა წილი შეიძლება აღმოჩნდეს იატაკქვეშეთში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ესეთი აქტუალური და საინტერესო თემაა და აქტუალური ეს საკითხი ყოველთვის იყო და სავარაუდოდ და სამწუხაროდ ყოველთვის იქნება რაც კაცობრიობა გავაგზავნოთ არსებობებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბები. ეს სამი მნიშვნელოვანი საკითხი რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ეს დანაშაული ჯერჯერობით რეალურად ნამდვილად შედგა და მხოლოდ დაშვებით საუბრობთ. ამ დაშვებითვე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს შემთხვევები, რომელიც საგამოძიებო სამსახურებმა უბრალოდ მოგვაწოდეს და ციფრების თვითონვე გვირჩიეს, ხო? იქ გითხრეს რომ დაახლოებით 2 მილიარდი ლარი იყო ფულის ერთი გათეთრების თუ გარეცხვის შემთხვევა, მეორე შემთხვევაშიც ამ ასეულობით მილიონი ლარი იყო, ანუ ასეულობის რაღაც 700 თუ რაღაცა მილიონი თუ არ ვცდები, თუ შეიძლება ნაკლები, თუ 70 მილიონი მე მგონი ლარის იყო მხოლოდ კონტრაბანდული სიგარეტის ნაწილი და იქ ერთი კონკრეტული შემთხვევა, რაზეც ედავებიან იმ კონკრეტულ თანამდებობის პირს, იყო თუ არ ვცდები ფასნამატი უბრალოდ, რომელიც ესეთი მოიქაფა ბჭყალებში, ბოდიში ჯარგონისთვის, იყო 1,5 მილიონი ლარის ფარგლებში. ანუ თუმცა ჩვენ არ გვეუბნებიან რომ იყო თუ არა ეს ერთეული შემთხვევა, აი ეს მეორე, ეს ელიტური კორუფციის თუმცა კონდა სისტემური და გაგრძობითი ხასიათი. კი, ჩვენ მივხვდით ამ ვიდრე ეს რაღაც ბჭყალებში სკანდალური საქმე გაცხადდებოდა, ჩვენ გვახსოვს გამომძიებელი ჟურნალისტებიდან კონკრეტულად ამ სხვა თანამდებობის პირებზე, რომლებიც ანა მინისტრები გახდებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, სხვა საჯარო სამსახურებში იკავებდნენ ასევე მაღალ თანამდებობებს და იქაც იყო მათ მიმართ ჟურნალისტების მხრიდან ჟურნალისტური მტკიცებულებები, რომელზეც არ მოხდარა რეაგირება და ამიტომ ჩაიკარგა რაღაც ამ შავხრელში და ან მე ესე მოხდა რომ ჟურნალისტები წავიდნენ ქვეყნიდან, ან რაღაცა სხვანაირი სტიგმატიზირება მოხდა იმ ადამიანების. თუმცა ერთეულ შემთხვევებში გამოვიდა. არ დაგვაუწყდეს რომ ბრალი წაყენებული არ აქვს მხოლოდ ექსკლუზიურად ერთ მაღალ ჩინოსანს, მანამდე კიდევ სხვა ასევე ძალიან მაღალი თანამდებობის პირზე იყო საუბარი, რომელიც ასევე სამწუხაროდ დაკავებულია და თუ არ ვიცით ახლა მკითხაობაში ვერ ჩავალ, იმ წარდგენილი ბრალით ასევე იქაც ასეულობით მილიონ ლარზე არის საუბარი და ეს ყველაფერი დროის რაღაცა ისეთ ჭრილში ხდება, რომელიც ბოლო 3 წლის შემთხვევები აქვთ მარტო ამ წარმოდგენილი. და ეს ციფრები რომ დავაპირისპიროთ ჩვენ მთლიან ბიუჯეტს, ეს ციფრები უკვე 15%-ზე მეც აღემატება. ანუ ძალიან დიდი ციფრია თავისთავად
დავთ, ისევ და ისევ ეს არის იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც თვითონ საგამოძიებო სამსახურმა მოგცა. გითხრა რაღაც კონკრეტული ციფრი, ეს მიირთვითო საზოგადოებას, მათ ხარდამჭერებს და არამხარდამჭერებსაც და ჩვენც უნდა მივირთვათ. ხო, რომ მივირთვათ, ცოტა დიდი ლუკმა რომ გადავღეჭოთ კიდევაც რა და თან მით უმეტეს როგორც გამოძიება ამას გვთავაზობს, რომ ეს შევიზილოთ უკაცრავად ჟარგონისთვის კიდევ ერთხელ, არის ის რომ ეს 3-4 ადამიანზე გადანაწილდა მარტო. ანუ ჩვენ თუ ჩავთვლით რომ მილიარდებზე, ანუ რაღაც 4 მილიარდ ლარზე გავდივართ ამითი, ხო? ანუ 40 მილიარდამდეა ჩვენი ბიუჯეტი, 4 მილიარდი მინიმუმ 10%. ეს დაშვებით, მაგრამ თუ გიტყვით რომ ეს სუპერ ექსკლუზიურად მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევა იყო და აი მხოლოდ იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ეჭვმიტანილები არიან ამ დანაშაულში, ხო? ანუ მინიმუმ 10%-ია, ხო? ეს ჩვენი ბიუჯეტიდან, რაც საკმაოდ ძალიან დიდი ადამიანი, ესე იგი, ყავს მინიმუმ ოფიციალური მილიარდერი, რომელიც ამას ვერ ასაბუთებს. და ეს მეტყველებს იმაზე, მაგრამ ის ხალხი ამ ფულს აკხარჯავენ, ერთმა მოახერხა და გავიდა და ესპანეთშიც შეუძენია უძრავი ქონება, ანუ რაღაც მილიარდი ლარი, მილიარდი ნახევარი ლარი იქ გააპარა, მაგრამ ესეთი თემაა რა, ანუ ახაც ხომ დაიხარჯა რაღაც. ეს ხარჯვა და ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად მოქმედებს ჩვენი ეკონომიკის აქტივობებზე, რაც იგივენაირად ნიშნავს, რომ ეკონომიკა რო გვეზდება და თუხთუხებს ამ 3 ადამიანის წყალობით თურმე. რეალურად ეს ჩვენი ლარის სტაბილურობის კარგი გაგებით დამნაშავე, ანუ ყოფილა ეს ერთი ადამიანი, რომელიც დააკავეს, დაიჭირეს, რომელიც ერთი კაცის თეატრი არსებობს, ხო ვიცით ჩვენ, ხო? ხო და ერთი კაცის ჯგუფური დანაშაული ჩაიდინა იმან, ოღონდ ერთმა კაცმა, ერთი კაცის ჯგუფი იყო ის და კი ბატონო, ხო, სანამ არ გამოვლინდებიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, მანამდე მოგვიწევს სწორედ ასე შევაფასოთ, რომ ეს არის ერთი კაცის ჯგუფური დანაშაული, თუმცა წარმოუდგენელია ერთ ადამიანმა როგორ შეძლო 700 მილიონი დოლარის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, დახურდაობა და შემდეგ რეალურ ეკონომიკაში მისი კიდევ ჩაბრუნება. ფაქტია რომ შეძლო და ამ შეძლებაზე ცალკე ვისაუბრეთ, მაგრამ ამ შეძლებამ და მისმა მოხერხებულობამ უზრუნველყო ის რომ გარკვეულწილად ძალიან დიდი რაოდენობით ტრანზაქციები ჩატარდა ამ ვალუტის გაცვლის და რამაც შექმნა მოთხოვნა ლარზე პირობითად სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს ხო ლარში გადააკონვერტირა ან თუ დოლარში როგორც მოგწევს და ამან თავისი ჭყალების სტაბილურობა შეძინა. კიდევ ორ საკითხს მინდა აუცილებლად შევახო, მიუხედავად იმისა, დრო ცოტა გვაქვს. ეს კი არის უკვე გახმაურებული შემთხვევები, მაგრამ ასევე ვრცელდება ძალიან აქტიურად ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში საგამოძიებო უწყება ისაუბრებს არანაკლებ მასშტაბურ კორუფციაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე ნუყიერი ნიადაგი სწორედ ამ სახელმწიფო უწყებაში არსებობდა წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა და ყველაზე მეტი საქმე სახელმწიფო შესყიდვების თვალსაზრისით, რომ წარმოვიდგინოთ, აი რა ზიანი მიადგა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, ეკონომიკას და საქართველოს თვითონ მოქალაქეს და ძალიან პრიმიტიულად ვიტყვი, მაგრამ მგონია რომ უნდა იყოს ამ ნათქვამში ჭეშმარიტების მარცვალი. როდესაც ჩვენ ერთის მხრივ გვთავაზობდნენ ყოველწლიურად ზოგჯერ რეკორდულად გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ამ დროს ხალხი ამბობდა, რომ არათუ შემოსავალი გაზრდიათ, ხო? ის შემოსავალიც კი, რაც მათ სტაბილურად ჰქონდათ წლიდან წლამდე, მათ ხარჯებს უბრალოდ ვეღარ წვდებოდა, უნდა ვეძებოთ თუ არა მათი გაღარიბების მიზეზები სწორედ აი ამ ელიტურ ფესვ გადგმულ კორუფციაში. კი, მანდ უნდა ვეძებოთ ზუსტად და ძებნაც არ უნდა არის ზუსტად მანდ. და ყველაზე ერთ-ერთი მთავარ კორუფცია, ვიდრე რაღაც ანონსები იქნება ასეთი, ყველაზე მთავარ და თვითონ ამ ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ გაცხადებულ კორუფციულ სქემაზე რო ვთქვათ, რომელიც თვითონვე გვამცნეს, რომ 700 მილიონი წელიწადში დაზოგეს სახელმწიფო საწარმოებიდან. საიდანაც მათ გაატარეს ბჭყალებში რაღაც გადახედვა და ბჭყალებში რეფორმები, რომელსაც 10 წელია თითქმის ითხოვს სოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეს იყო რაღაც
არის ჩვენი რაღაც მათთან ამ ინსტიტუტებთან დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი და თურმე აღმოჩნდა რომ 700 მილიონი ლარი შავხროლში მიდიოდა, მაგრამ ეს შავხროლი ამოქოლეს და ეს გადარჩენილი ჭყავის 700 მილიონი ისე უკან იმ საწარმოზე ჩააბრუნა. ეს არის როგორ გითხრათ, აი აღიარებით ჩვენებაზე მეტი. ანუ ჩვენ წარმოვიდგინეთ რომ ეს 10 წელი იმიტომ გავასაშუალოთ 7 მილიარდი არ გამოვიტანოთ, მაგრამ თქვა სიტყვაზე 5 მილიარდი ლარი სისტემურად ქრებოდა. ამ განცხადებებს ვინც აკეთებენ ის მაღალი დონის თანამდებობის პირები, იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურები თუ ეგრეთ წოდებული ქვეყნის ლიდერშიპი, ისინივე უსვავენ ამ თანხმოვანს, მაგრამ ეს ხალხი მინიმუმ წლებია, ვინც ამ სფეროს კურირებდნენ, ამ სფეროში არიან და გამორიცხულია, რომ მათი თანხმობის გარეშე ეს თემები ყოფილიყო. ანუ აქამდე არ იცოდნენ, ახლა გავიგეთ და თან რას გვთავაზობენ. დაადასტურეს, რომ ეს ერთი ნაწილია, თან ეს არ არის მხოლოდ და ერთადერთი გამოვლინება კორუფციის, ელიტური და სახელმწიფოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ეს ერთ-ერთი ნაწილი. რიგში იმასთან, ფულის გათეთრებასთან, შესყიდვებთან, ტენდერებთან და იქნება ეს სხვა სამინისტროები თუ არა, მაგრამ ეს რომ გადავთარგმნოთ, რა თქმა უნდა, ციფრები ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს, იმიტომ ეს ფული ხომ მთლიანად არ აორთქლდებოდა, მთლიანად ამას ვერ აიღებდნენ და ფიზიკურად ვერ გაიტანდნენ ისეთ ქვეყნებში, სადაც მე მათ ურჩევნიათ რომ დახარჯონ, რომ შამპანური და რაღაც დომპერინიონები და შავი ხეზილალა მიიღონ. ბევრს დღესაც არ ჯერა, რომ თუნდაც აი ეს გამოცხადებული მასშტაბური ბრძოლა კორუფციასთან რეალურად ამ მიზნებს ემსახურება, თუმცა მოდი მივიღოთ როგორც მოცემულობა ის დაანონსებული ცვლილებები, რომელიც შემოაქვს ახლა მთავრობას კორუფციასთან უფრო ეფექტურად ბრძოლისთვის. აი ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ თუ კი კორუფციაში იქნება ადამიანი დადანაშაულებული და ამის გამო მას ბრალი დაუდგინდება და იქნება ამისთვის მსჯავრდებული 30 წლის განმავლობაში, მას მუდმივად მოუწევს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას, შესაბამისად მოპარულ ფულსა თუ ქონებას ლეგალიზებას ვერ გაუკეთებს, ხომ? ამას ვერ მიისაკუთრებს. იმუშავებს თუ არა ასეთი მექანიზმები, როგორც პრევენცია. ეს კიდევ ერთი შემდგომი დაცინვა ყველა ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, აი ზუსტად ეს განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს ახლა არსებული მდგომარეობით დეკლარაციების სისტემა, არსებული საჯარო მომხელეები არ ავსებენ და ვიცით ჩვენ ისე ვითომ ჭყალებში ვითომ ჯარიმდებიან ამაზე, დამალულია და არ ხდება. მეორე ნაწილი, რომელიც უნდა იყოს ნებისმიერ სახელმწიფოში, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო. ჩვენ ვაკვირდებით ეს ვითომ ანტიკორუფციული სრულიად კალამბურული ბიურო რას აკეთებს, ხო? დაასდევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა არსებობა არის კრიტიკულად აუცილებელი, იმიტომ ისინი არიან ეგრეთ წოდებული watchdog-ები, ხო? ანუ ისინი არიან მაკონტროლებლები. შეიძლება იდეალურად ყველა არ მუშაობდა, მაგრამ იმ მასშტაბით, რასაც ისინი საქმიანობას ეწეოდნენ, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო იმის, რომ რაღაცა მუშაობდა და რაღაცა ცოტათი მაინც აფერხებდა აი ამ მადა ზღვარს გადასმულ, მადა აღზრულ კორუფციონერ მაღალჩინოსნებს, იყვნენ მათი ანგარიშებით. თუმცა ისინი ჩაკეტეს და ურჩევიან ყოველ случае რაღაც პირბადე რო იყიდეს და რაღაცა ხსნარი, რომელიცაც იმ გაუგებარი შხამს, რასაც გვესროდნენ ვიღაც ვითომძალოვანები, რომ ის გაენეიტროლებათ. ამიტომ ეს არის რეალური შეურაცხყოფა ნებისმიერი ჯანსაღი გონების მქონე ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია რაღაც აკითხული და შინაარსის გამოტანა, ეს შეურაცხყოფელი უნდა იყოს. ეს არ არის ეფექტური, არ მუშაობს. სახელმწიფომ რომ გამოაცხადოს, ну სახელმწიფო ჭყალებში ამ ლიდერში რომ გამოაცხადოს მინიმუმ ეს ბრძოლა, მინიმუმ მორალური ბაზისი უნდა გააჩნდეს ამისი, რომელისგანაც მთლიანად დაცლილია ახლა ეს ყველაფერი ყველაფრით. ანუ იგივე ამ კალამბურული ვითომ რაღაცა კორუფციული ბიუროთი, რომელიც მიუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მაგრამ მათი მანდატი რა არის კორუფცია, რა არის კორუფცია არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კონცენტრაცია და ინტერესთა კონფლიქტების გამოყენება. არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება ვიღაცები ძალიან მაგრები არიან, ძალიან კარგად მუშაობენ დონორებთან, ახლა რომელიც ვეღარ მუშაობენ საერთოდ, მაგრამ მათი ძალაუფლება არ ქონათ რომ გადაწყვეტილება მიიღოთ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე. იგივე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერებზე აეწიათ 2.3 მილიონით ღირებულება რაღაცების და ასე შემდეგ. პასუხისმგებლობის ნაწილი არის კიდევ ძალიან საინტერესო, თუმცა ახლა ამისთვის დრო არ გრჩება, ერთი კი უნდა ვთქვათ, რომ მართალია არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიას არ ქონდათ დანაშაულზე რეაგირების, რა ვიცი, აღმასრულებლის ბერკეტი, მაგრამ აი წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია კონკრეტული სახელებით და გვარებით
კონკრეტული კეისების დაკონკრეტებით რომ გამოდიოდა საჯაროდ ამაზე რეაგირება არ ქონდათ პასუხისმგებელ უწყებებს, აი მათი პასუხისმგებლობის საკითხი არის კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ, ანუ ხომ არსებობდა ღია და დაუფარავი ინფორმაცია, რომელიც სულ მინიმუმ მათი მხრიდან გადამოწმებას საჭიროებდა, რომ იქნებ მართლაც რეალურად ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბის კორუფცია. ეს პასუხისმგებლობის კვალი გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე ის დაკავებული თუ პოტენციურად დასაკავებელი პირები, კი ბატონო. საკენკად გადმოგდებული რაღაცა ძალიან სამწუხაროა ჩვენ ადამიანებზე გვიწევს საუბარი, რომ თუნდაც იგივე საკენკის პოზაში რომ არიან, მაგრამ ისევ და ისევ იდეალურები ჩვენ არ ვართ ადამიანები. არც ის არასამთავრობო ორგანოზე, არც ის ვაჟდოგები, რომელსაც რა თქმა უნდა რაღაც თავისი წელი სუბიექტურობის ექნებოდათ რაღაც მიდგომებში, მაგრამ სუბიექტივიზმია ყველაფერი და შესაბამისად აუცილებელია რომ უნდა იყოს ეს ორგანიზაციები, რომელიც კონკურენციის პრინციპით მუშაობენ, კომპეტენციის პრინციპით და ის დონორებიც, ვინც მათ მუშაობდნენ, იყო ზუსტად მაგითი არჩევდნენ მათ, რომ ამდენ კვალიფიცირებად დებდნენ ამ საქმეს. მაგრამ ისევ და ისევ ეს ყველაფერი არის გამოცხადებული რაღაცა უნიჭო კალამბურის ქრონიკა, ძალიან მძიმე ზიანი აქვს უკვე მოტანილი ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც რეპუტაციული, ისე მატერიალური. ეს ზიანი, რაც დრო გავა, რაც ჩვენ უფრო მივახლოვდებით წლის დასასრულს და რაც უფრო სიღრმეში შევალთ იმ მოსალოდნელი სიმძიმეებით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის, უფრო და უფრო გაგვიმძაფრდება და იგრძნობს სამწუხაროდ ყველა. მოსახლეობა, კი ბატონო, მადლობა. ნიკოლოზ ალავიძეს, ჯეოქეისის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა საქმით უკვე ხუთშაბათ